და როგორც იქნა გადავედით ლესვაზე. როგორც წინა ეპიზოდებში დაგვერდით, გადავედით ლესვით სამუშაოებზე. გვერდზე ოთახებში რა თქმა უნდა მიმდინარეობს სამუშაოები. ვეცდებით, რომ პატარა ტუტორიალივით შემოგთავაზოთ რა ეტაპებს გადის ლესვის პროცესი და რა დაგჭირდებათ ამისათვის. რა მოლოდინები გაქვთ? კარგი. შენი აზრით რამდენ ხანში დავამთავრებთ ლესვით სამუშაოებს? ჩემი აზრით 2 კვირა დაჭირდება დაახლოებით რა. და რანაირად ესეთი ცოტა? იმიტომ რომ აპარატით ვლესავთ და სწრაფად მიდის პროცესი. შრობაც სწრაფად მიდის, თვითონ ლესვის სამუშაოებიც უფრო სწრაფად მიდის. გონია რომ 2 კვირაში მოვრჩათ. კოტე ახალი გაღვიძებულია ხო ეტყობა. ეხლა მალე გამოვაფხიზლებ, იმიტომ რომ მასალები უნდა მოგვიტანონ სანდოდან და მალე გამოფხიზლდება. მასალა მოვიდა. მოგვიტანეს მასალა. ოღონდ ეს აღმოჩნდა რომ არის მხოლოდ ერთი ნაწილი. და კიდე 5 ჯერ უნდა მოვიდეს. 5 ამდენი. 5 ამდენი ყველაფერი. ვფიქრობდით რომ 4-5 ტომა რა. არა 4-5 ტომა არა, მაგრამ კედლები რადგან უსწორმასწორო გვაქვს. კედლები რადგან ძალიან სწორი გვაქვს. ახლა დამოშენებული კედლები რატო უნდა იყოს ესეთი უსწორმასწორო? რომ აი ამ ხელა მასალა ჭირდებოდეს ლესვის დროს. ბოდიში. ჩვენს გამოწერებს გავაცნობ თქვენ თავს ლაშა და გიორგი. White-Hall-ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც დაგვეხმარებიან გალესვაში. კი ბატონო. პირველ რიგში რას ვაკეთებთ? პირველ რიგში ვაყენებთ კედლის სასწორებულ პროფილებს. ეგრეთ წოდებულ მაიაკებს. კი, ეგრეთ წოდებულ მაიაკებს. ამისათვის ვიყენებთ იგივე მასალას, რითაც ვისაუბრეთ. კი. ეხლა მითხარი რატო ვიყენებთ რკინის პროფილებს და არა სხვა პლასმასის ან არის პლასმასის პროფილებიც, მაგრამ იმდენად სწორი კუთხე არ გამოდის, მაგიტომ გადავწყვეტეთ რომ ეს დავაყენოთ, ამას მე ვიღებთ და ჩვეულებრივად ამის ადგილს ვასწორებთ იგივე და რატო არ ტოვებთ? რო არ დაიზამყოს, აქვს კოროზიები და კუთხოვანები გვაქვს პლასმასები, რომელსაც ვტოვებთ. ყოველ 20 სანტიმეტრში აგეთქე? კი, რაც ახლოს არის უკეთესი. მაგიტო ვაყრით ეხლა ბევრს რომ დასხივება რო გამოგიჩნდეს, ხვდები? აუ მე რო ეს გავაკეთე, შეიძლება დახევარი თავზე დამეცეს. აი ეხლა ამასაც გასწავლე. ნახე ეხლა დასხივებას უკეთებთ პროფილის პირზე. ამას უდაადებ, აი პირზე უნდა ეტყობოდეს სხივი. ჯვარედინად, ხო? აი აქ უკვე პირზე რა, ვისაწევია ცოტა. რა მასალას ვიყენებთ რომ მოყვეთ? პროფი გიფსია ეს მასალა, ხალი შემოსულია საქართველოში, რომელიც აქვს ჩვენ კომპანია Sandos. რომ მოუნდეს ახლა ჩვენ მაყურებელს შეძენა, სადმე შეიძინოს, როგორ მოგწებნოთ? ელიავაზია მაღაზია, ხოშარაულის 29 ნომერი, შეუძლიათ მანდ ნახონ და გვაქვს ვებსაიტით. კი, სოციალური ქსელებით. კი, პირდაპირ Sando. ჩვენი მასალა გამოირჩევა პირველ რიგში ხარისხით, შრობით, შეიცავს თბოიზოლაციას, ნესტგამძლეა და უმეტეს შემთხვევაში ვინც კრასკის გვარეშე ამთავრებს რემონტს, შპალიერზე არის პირდაპირ იდეალური. მალიარკა აღარ სჭირდება. და კვადრატულობით ძალიან მაგრა აკეთებს, იმიტომ რომ ნახევარ კვადრატს ამსხოვებს 1 ტომა რა ჩვენი მასალა. ეხა იცით რის მართლა ეგრეა ფიზიკურად. დედას გეპი. დედას გეპი. ეხა მე უნდა გავაკეთო. გავაკეთებინე რა. ესე აკეთებდი? თუ ესე. როგორც მოიხერხეთ. მივატყიპო? აუ, მარტივი მეგონა. ეხლა დაბლობ, კი? ხო, არა, ამას დადგება ხელოსანი. ეს ეხა ითვლება? იყოს, კაი. თარო დაუვიძ ბოდიში. სხვაგან ვარ მე მგონი, ხო? მაგრამ და მე აიტან იქიდან. ოპ. ნახე ეხლა ეს სხივი ხო გაქვს, აი? აქ. ამას მიაჭე. და ოდნავ დაგირტყას აი ამას. ესე? კი. ოდნავ შეწვე აი გარი. კაი. ეხლა მითხარი რატო გაგვიცილეთ პირველი სართული? ანუ აქ შეგხვდა ცივი ბეტონი, სადაც ცივი ბეტონი გვხვდება, იქ უსმევთ ბეტონ კონტაქტს, რომ შეიწოვოს ადვილად მასალა და მიიღოს და შეინარჩუნოს. პროცესი სხვათა შორის ძალიან მარტივი მეგონა, ესე ერთი შეხედვით რომ ვუყურებდი ლაშას და გიორგის ძალიან მარტივად ჩვებოდნენ, გაწაფული ქონდათ ხელი და მეგონა რომ მეც ძალიან ესე
სკაპ გამომივიდოდა, მაგრამ რა თქმა უნდა არის ძალიან შრომატევადი, ცოდნა ჭირდება, გამოცდილება ჭირდება. როგორც ყველა საქმეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ცდისთვის ძალიან კარგად გამომივიდა, კადრებშიც ხედავთ, რომ პროფესიონალურად ვასრულებ ჩემს სამუშაოებს და ახლა მოგასმენიათ ლაშამ როგორ შემაფასა. პირველი დღისთვის როგორ შევასრულე სამუშაო? კარგად. იმენა 10-დან 9-ს დაგიწევი. ახლა ამას რომ მორჩები, მე რა ვშვები? ამის შემდეგ იჭრება 3 მეტრიანი პრავილით თლიანი კედელი. თლიანს უნდა გამოყვე, ხო. იდეალური სისწორისთვის და მე უკვე მიდის დაგუფკო. გადაპრიალდეს ერთიანი. პრიალაზე დაპირი რო იყოს და უფრო ნაკლები საწვალებელი რო იყოს, შემდეგ რემონტის. კაი გამო. ესეთი ანდაზა არის, რაღაცა არის შენია, რაღაცა არ არის შენი. ოიგონა ომარმა Go let's play, მას ეკუთვნის ეს ანდაზა. აი ეს არ არის ჩემი. წეღან მცადე და არ გამომივიდა. ნახე რა დაკაწრულია კოტე, გასაწმენდი გაგ. უკუღმაშვები! უკუღმა? ამოატრიალე. უნდა პიეკი? გამოდი. სამაგიეროდ, აი ამ კაბელებს თუ ხედავთ, ესე ჩაციკციკებული რო არის, მთლიანად ჩემი გაკეთებულია. ეგ ჩემია. ჩემი? ელენიკოსი არის მასალის, რომელიც არ გვინდა რომ გახმეს, კედელზე წასმა. კი, აი რაც იცი, კი, ეგ შენია. უკვე ახლა ვაკეთებ საბოლოო პირს მოპრიალებას. რომელსაც მალიერკა არ ესაჭიროება თუ ხაღარც ვაკეთებ. მიდი. ეს არის ჩემი უჩა. სხვებისგან განსხვავებით ესენი ბოლომდე აკეთებენ საქმეს. ბოლო წკიპამდე ასწორებს ადამიანი, რომ ნაკლები სამუშაო გქონდეს სამღერო პროცესში, ხო? კი. კოტე ამოწევს ახლა რამდენად სწორად. შეხედე. ასლარიანი ხარ არა მაქვს, მაგრამ შეხედე. მაჯა არ უნდა ეტეოდეს აქ. იდეალური გამოვიდა, მე ესე ვიტყოდი. ყველა კედელი რო ესეთი იყოს, ნუ საოცრება იქნება. ვინ გაკეთე? ელენიკო. რა თქმა უნდა, მხოლოდ მე არ გამიკეთებია, Whitehall-ის ბიჭები და მე ხმარენ ამაში. მადლობა ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, ყველა კედელს რომ მორჩევით, მე უფრო გულიანად მოგიყვებით მათ შესახებ. ახლა კი კამერა ითიშება და დღეს ამით დავასრულებთ. ამინდი, კარგი არის, ვითომ ვარ შვეიცარიაში კვლავ. მთები, ნარდი, მარიკოს დედა, ფოქსო, ნარდი, ყველა აქ ვარ. ისე მოხდა რომ გუშინ ბათუმში ვიყავი, დღეს გონიოში და ახლა ქუთაისში. ვერ წარმოვიდგეთ და გორის პარკში ვართ და ლინა, რას ვაპირებთ? ტრიალოთ. ჰელიკოპტერ. ახლა მართლა გორის პარკში ვარ. მოდი შეფოტოლო. ბაჭკოჭდება პირველად და რა მოლოდინები გაქვს მოგეწონება თუ გაგიჟდები გადაირევი? გაგიჟდები გადავირევი. ზათხარ. What the hell? დიახ, ქუთაისში იპოვეს 2 ცნობილი ინფლუენსერის ცვილი. მოძრაობენ. აბსოლუტურად გარკვე რა პროგრამა შეუცვლიათ. მოგეწონა? არ მოგეწონა? მაგარი იყო. აი ამისთვის მოვედით ქუთაისში. Just so you know. Okay? ბაჭკო, კიდე დაძდები? კი. აი, ეგ რაღაც ტოქსიკულია ეს. დაისონის მსგავს ფენს ვიღებთ დღეს და მოიცა შუქი უნდა ჩავაკრო. ახლა ხვდები რას ამბობენ ხოლმე რომ დამუღამება უნდაო დაისონსო. წინა ეპიზოდში ვახსენებ საიტს, სადაც ვაწყობ დიზაინს. უბრალოდ მონტაჟის დროს არ ვიცი, გაქრა ეგ მომენტი, სადაც ვამბობ სახელს და ისე გამოვიდა, რომ გექნება რაღაც საიდუმლოდ შევინახე. ეს არის საიტი Cohome. წინა ვიდეოში კი ვთქვი, რომ $11 დამიჯდა თქო, მაგრამ პირველ თვეს ჩამომაჭრა 11 და ეხლა ჩამომაჭრა 29. არ ვიცი რატო ვერ გავარკვიე, მაგრამ ეხლა ნერვები მომეშალა ამდენი რომ ჩამომაჭრა და რო არ ვაკეთებ არაფერს და ავდექი და მოვიცალე და ვაწყობ რაღაცებს. და აი ინტერიერის დიზაინი ხომ მოვჭი და გავაკეთე. და ახლა აივანს ვაკეთებ. და ძალიან მომწონს აი ასეთი
ჭადრაკისებული, თან კოტეს არ მოწონს და დავითახმე რომ მეთქი აივაზე ამას გავაკეთებ და ტერასაზე რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ნახეთ რა ლამაზია. აი უკვე ძალიან უხდება. ეს არის მეორე სართულის აივანი. ნახეთ რა კაი რაღაცებია რა. ახლა ამას დავასრულებ. მე დავარენდერებ და გაჩვენებთ. ესე გამოიყურება რენდერი. ესე გამოიყურება ცოტა უფრო მზის შუქზე. უბრალოდ აი ეს ფილები სხვა ფერის მაქვს არჩეული და რატო აჩვენებს ამ ფერს არ ვიცი, იმიტომ რომ რეალურად ესეთია. წავედით ახლა დავიცინეთ. წინა კვირას ვიყავი კლინიკაში, ანალიზები გავიკეთე, ჩეკაპი და ვერ დავადგინეთ რატომ მაწუხებს შებერილობა. გლუტენის აუტანლობა გამოირიცხა და ხვალ უნდა გავიკეთო ლაქტოზის ტესტი და მე 2 დღეში ფრუქტოზაზე. ამიტომ დღეს 24 საათი ვარ მოხარშულ კვერცხზე და ქათამზე. რომელიც ძალიან გებრიელია. დღეს ვიყავი საქალაქო სასამართლოში. 11 პირის სხდომას დავესწარი, სრულ სხდომას ვერ დავესწარი. დღევანდელი კვებიდან გამომდინარე უკვე ცუდად ვიყავი და წამოვედი. 3 საათში ხალმასახე აგვახია. 150 კაცი გაგვაშტერა 3 საათი ისეთ აბსურდს დაეთმო. მინდა რომ მართლა ყველა მიხვიდეთ და მოусმინოთ და თქვენი თვალით ნახოთ რა მარაზმის ატანა უწევს იმ ხალხს და რა აბსურდის მოსმენა უწევს და რა სისულელეებზე უწევთ დროის დახარჯვა. იმის მიუხედავად რომ ყოველდღურად ვაკვირდები სასამართლო პროცესებს ეს სოციალურ ქსელებშიც ლაივში ამ ყველაფრის მოსმენა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. და სასამართლო სადაც სამართალს უნდა ეძებდე, სამართლის ნატამალი არ იყო იქ რაც მე მოვისმინე. დღეს უნდა მოგვიტანონ ხარაჩოები. რა ადგილებშიც ვერ წვდებიან იმისთვის გამოვიყენებთ და გადავალ სახლის საქმეებსაც მივხედავ. მეორე სართული თითქმის მორჩნენ. აუ, საერთოდ სხვა. წინა ვიდეოში სარეცხის უკანა ეზოში გატანაზე რო ვსაუბრობდით და კომენტარებში კოტეს რო დაუჭირეთ მხარი. ძალიან მაინტერესებს, აი ამ ეზოში რა სარეცხის გატანაზეა საუბარი. გთხოვთ შეხედეთ რა ხდება. აქ რომ ეს სარეცხს გავიტან და სუფთას შემოვიტან, ხო, წარმოუდგენელია. ასე რომ მე ყოველთვის მართალი ვარ. გოჩა მოგწონს? მაგრა ძალიან მაგარია. თან თუ იზოლაცია რომ მიდის, ვაფშე ძალიან მაგარია. გოჩამ გვასწავლა რომ კაი ნალესი რო ნახო, ესე უნდა შეამ, კაი კუთხეები უბრალოდ. მაგარია. სავსეა ნამდვილად. გოჩა არის ჩვენი ჰალკი. ნიკუშა უნდა გამოვაჩინო ვლოგში და საჯაროდ ყველას უთხრა რომ ჩემ ვლოგებს არ უყურებს და არ უყვარს. საკუთარი ქმრის მეჯვარეს რო არ უყვარს. ჩემი ვლოგების ყურება. ჩემი საჩუქარია? დაივიწყეთ რა თქვი. შეწყვიტა ეგრე. თავი. ამოჭერი ელენი, ამოჭერი. ეს რა არის? როგიჭირა. ეს რამები დადეი. რა მაგარია! და ეს კოტეს საჩუქარია. არა. კოტეს უნდა და დინამიკი და კოტემ გითხრა ელენეს უნდა. ესე კოტემ თავის საჩუქარი უთხრა. ნახე რა მაგარია! ვარ იგუში. მუა! ძალიან მაგარი. ბოდიში რა, მე მუშაობ აქ. აუ, ზონტა ევადი ჩანთა. თუ რამდენი ჯიბი აქვს? სანამ მოხვიდოდი, ყვებოდი, რომ ჩემი ქმრის მეჯვარეს ჩემი ვლოგები არ უყვარს და არ უყურებს მეთქი. რომ გითხრათ თუ შეიძლება რა არ მოგწონთ კონკრეტულად და რატომ არ ჩანვარ შიგნით. აი მე სულ გამოგაჩე, რა პრობლემა? ეხა იწყება ვლოგები და მანამდე აი ის იყო ის იმას აკეთებს, ეს ამას აკეთებს და ეხა ის მომეწონა აი. რა მოგეწონა ბა? ის რა ქვია? აი რომ დაალაგე რა იმე ისინი რა. აი შენ ASMR ვიდეოები გიყვარს. საქმე, შრომა. ჭორაობა და ისინი არ გიყვარს. გასაგე.
მითხარი და გავაჩერებ. ოპ, ხარაჩო საწყობას მასწავლი? კოჩა ეს აქ უნდა? აი ამ საკუთხედის გამო დაგჭირდა ხარაჩოები. ოდე აუში სტრეჩზე. და ეს აღარ დაიცვება ეგენი. ცოტა დავალაწია და ჩაი. კონცერტი. ეხა უნდა გადააკერო წითელი და ლურჯი მაგისთვისა და ის არის ბოლო. სად მიდიხარ? ახალობდო? კი, მაგრამ შეიძლება დაიკავო. შენ არა. შეიძლება დაიკავო. და კიდე ამას გამოვიდა. კი, ეს გამოვიდა. გამოადებია. ეხა. გამოვიდა. აი კინოები. არია. მოწე? ახლა შევხვდით. აი მაგ იქნება სიცხე თუ იქნება ახლა. აქ კონდიციონერი მექნება მოთხში. არა, ჩახუქული ახლა ამ კონდიციონერი მექნება მოთხში. რამდენი გადაწყვეტები? აღარ აკიდა ამოხვიდია. მოკლედ ასეთი ამბავია. დღეს მოვედი ლაქტოზას სუნთქვით ტესტზე და წესით რომ ჩავბერე 5-ზე უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ავიდა 12-მდე. ეს ნიშნავს, რომ წვრილ ნაწილებში არის ბაქტერიების უხვი ზრდა. ხო. ანუ ამ მაჩვენებლით და ამ პრობლემით კვლევას ვეღარ გავაქცევებთ, ვერც ფრუქტოზას ვერ გავაკეთებ. ხო და ეხლა ველოდები გასტროენტეროლოგს, რომ დამინიშნოს კურნალობა. სახლში რო გადავალთ მართლა არ დამეზარება და ყოველდღე ძალიან ბევრ გემრიელობას მოამზადებ და კოტეც მოამზადებს, მაგრამ ეხლა ქირით სადაც ვართ სტუდიაში, იქ არც არასდროს რო არ დავადგით საშველი, რო ცოტა რაღაცნაირად წესიერი გაგვეხადა, იმიტომ რომ სულ აი მალე გადავდივართ და რა თქინდა, ვერ ვამზადებ წესიერად ვერაფერს რა. რაღაცნაირი კვირა მაქვს რა, დავიღალე. ეხლა აქ არ ვიტირებ. მოვედი სახლში, ვიყიდე წამლები. ზოგადად არ ვყიდულობ ხოლმე ხშირად, ღვთისწყალობით არ მჭირდება ხოლმე ეს ხშირად, მაგრამ როცა ვყიდულობ, საქართველოში ცუდად არ უნდა გახდე რა. არ წუწუნებ ახლა მე რამდენიც გადავიხადე, საბედნიეროდ მაქვს საშუალება და რამდენიც დამჭირდება, იმდეს გადავიხდი, მაგრამ ვისაც 300 ლარი, 500 ლარი 1000 ლარიც რომ მქონდეს ხელფასი, აი ცუდად რო ხდება, რანაირად იხდიან წამლების ფულს, ან ექიმების ფულს, ან კონსულტაციის თანხას. მე მეორე ძირითად შემთხვევაში მოხუცი მიდგას ხოლმე გვერდით და აი მათთვის 50 თეთრიც კი მნიშვნელოვანია, რომ წამლის შეძენა შეძლონ. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ყველანი ვეხმარებით, მაგრამ ქვეყნის მდგომარეობა მინდა წარმოიდგინოთ, რა დონეზე ვართ დაშვებულები, რომ მოხუცი წამალს ვერ ყიდულობს რა. როცა პირიქით სიბერეში უნდა ისვენებდეს ადამიანი და შვილიშვილებთან ერთად ატარებდეს დროს და რა ვიცი უცხოელი ბებოები ქალაქ დადიან ევროპაში. არ ვიცი ჩვენთან სიღატაკეში ატარებენ სიცოცხლის ბოლო წლებს. მაბადიეთ თქვენც დაგამძიმეთ ახლა ალბათ, მაგრამ სადღაც უნდა მომეშვა ეს. წინა ვიდეოში ციხილავდით როგორ მიყვარს იმ ნივთების გაჩუქება, რასაც მე აღარ ვიყენებ ხოლმე, ან უბრალოდ ბევრი მიგროვდება და ასეთი ნივთები, რა თქმა უნდა, არის მინისოსი, იმიტომ რომ გადაღებაზე ძალიან ბევრი ნივთი გვრჩება, მეგობრების და ნათესავებს რომ მოვილებ, მე უკვე ვიწყებ გამომწერებში დარიგებას და ეხლა უნდა გავამზადო ამანათი ჩემი ერთ-ერთი უერთგულესი გამომწერისთვის, რომლის კომენტარსაც იხილავთ ყველა ჩემს ვიდეოზე. YouTube-ზე იცის ხოლმე ძალიან დიდი კომენტარების დაწერა და ვგიჟდები მის კომენტარებზე. ძალიან ისე დიდი ხანია მგულშემატკივრობს, მეგობრობთ ესე ვირტუალურად და ძალიან მიყვარს. ალექსა, შენთვის ვამზადებ ახლა საჩუქარს და უნდა გამოგიგზავნო ჩხორო წყურში. პირველ რიგში დავიწყებ ჩემი მერჩით, რომელიც შეგვპირდი რომ გამოგიგზავნიდი. საქართველოს ბანკმა გამიკეთა ეს მერჩი. ლიმიტირებული იყო, ბევრი არ იყო, თორე ყველას გამოგიგზავნიდით. არის ესეთი ბლოკნოტი, სტიკერები და tote bag-ი. მეორე გვაქვს მინისოს უზარმაზარი ჭიქა. კიდევ ვაგზავნი ესეთ პატარა ვენტილატორებს, ასევე გვაქვს ესეთი პეწუკა კონტეინერები, კისრის ბალიშ თავის თვალების ასახვევით. ჰარი პოტერი უყვარს კიდევ ძალიან. ევროკავშირის დღეზე მაჩუქეს ძალიან ბევრი საყვარელი სანიშნეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯებით არის სავსე. გარდა ამისა, ევროპის დღეზე კიდევ მე რაც მაჩუქეს და ის გოგოები ახლა თუ ამ ვიდეოს უყურებენ, იმედი არ მიწყენთ, მაგრამ ძალიან საყვარელ გოგოსთან ვაგზავნი და ამიტომ იმედი მაქვს თქვენს გაგიხარდებათ ეს ამბავი. ულამაზესი მაისური ძალიან საჭირო წარწერით და ჭიქა. კიდე დაგვრჩა ჰარი პოტერის ჩუსტები და
სამკაულების ასაწყობი ბოქსი. არ უნდა დაგვავიწყდეს წერილი. ნახეთ რა საყვარელი წერილია, ნუ ეს რეალურად პინცეტების ჩასადებია, მაგრამ წერილიც ჩაეტია. დავედი ახლა ეს ყველაფერი დავტოვებ ფოსტაში. ნიკუს შეიძლება ეს ჩანთა ლაშქრობებისთვის მოჭუქე, მაგრამ სანამ ლაშქრობებში დაიტესტება, ჯერჯერობით ამანათების და ნიუთების გადატანა გადმოტანაში ძალიან კარგად მადგება. იმიტომ რომ უზარმაზარია და ყველაფერი ეტევა. ცოლ-ქმარს ძალიან გვიყვარს ტურნირები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლად დაწყებული გვაქვს სპორტი. მე გახსოვთ იარაღის ჩემპიონატზე რო გამოვედი, მაშინაც 12ჯერ მეჭირა ალბათ იარაღი და კი გავედი მესამე ადგილზე და კოტემ ჩოგბურთი მოიბეზრა და ახლა პადელზე გადავიდა და სულ ორჯერ იყო პადელის გაკვეთილზე, მაგრამ ტურნირზე გამოდის. დადექი წინ. გამარჯობა. ჩვენ ვართ სამი მუშკეტერი. დღეს საიდუმლოა. დღეს დიდი იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ. გუშინ პირველად ვითამაშეთ ერთად. 1 საათი. კარგი. გუშინ ჩემ ქმარს წელი გაუშეშთა. ეს ასაკმაიცის გვაქვს ისე შეგასხავ. არასდროს არ მოცნებოდი გოჭო სპორტსმენის ცოლობაზე. ძალიან რთულია, იცი? გავთავებელი ტურები. აი ტურნირები. სიცხე. აქვე ვიტყვი რომ პირველად არის ჩემ ტურნირზე. შენ საერთოდ არ ყოფილ ხარ ჩემ ტურნირზე, ხო არა მოგიღება. ვაიმე. აი საუბო. ეს გადაიღე? აჰა, გირია. აბა რომელი ჩოგბურთელი ვარ? მესამე მოვიგეთ 7-5, მეოთხე მოვიგეთ 6-0. წავედით სახლში. კადრი გადახრილი. ერთი მინუსი მაქვს რა, რომ გაწვიმდება, გაჩერება არ ვიცი. სტოპი არ ვიცი. ძალიან უცებ დაცხო. და მე მიხარია რომ საწვიმარი მაინც ჩავაგდე. არ ვიცი რამდენად ჩანს კამერაში, მაგრამ ზეპირს იბანს მეგობრებო. და მე დღეს ძალიან ლამაზად მაქვს თმა. კოპციად. ახლა ძალიან მაგვიანდება. STEM ოლიმპიადაზე მივდივარ. უნდა გადავიღო ბავშვები რას გააკეთებენ 6 საათის განმავლობაში. ლინაც იქნება და ლინასაც გაჩვენებთ. მე მინდა გაჩვენოთ ჩემი კომბინეზონი, რომელიც უკვე ერთი თვე ამაცვია. და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ მე ტასაცმელი ამოვიჩემე და თუ ჩემთვის ტასაცმელი კომფორტული აღმოჩნდა, მე მას აღარ გავიხდი. მეგობრებო, აი არასდროს აღარ გავიხდი. ვიცი რომ ყველა ვიდეოში ეს მაცვია, მაგრამ მაინც 13 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს და უნდა აწყო ლიფტი. აი, როგორი რთულია იცი, ჩემთვის აი ამ ყველაფრის აწყობა, კოდის დაწერა და ეს ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან ჩემგან განსხვავებით. და ლინაც მოვიდა ჩვენთან და ისეთი მომზადებულია, ყველაფერი გაწერილი აქვს. საშა, როგორ ახარ საშა? ვაუ, ფოქსის ბლოგში ვიქნები? გამარჯობა მეგობრებო. ყველას აქვს ეს მასალა და კოდი უნდა დაწერონ და ზუსტად ესეთი ლიფტი აწყონ. განათებაც უნდა აინთოს. ეხლა მწვანე აინთება რომ ჩამოვანახე. ჰოპ. და კარებიც გაიღებ. ვაუ. ქეთი გვაჩვენებს ახლა თავის და თავის ძმის აწყობილ, რა ქვია, ტანკი? 26 მაისს ქონდა გამოტანილიო და ტანკის ფორმა მაგიტო აქო. ეხლა არის 2 საათი და 6 საათზე გამოვლინება გამარჯვებული, მანამდე გვაქვს გეფი. მე აღმოჩნდი ლინას დიდი გეფი, ანუ ფანჯარა. და აღმოჩნდი ლინას მანქანაში და საშას დავუდე პირობა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით და სხვაგან არ აღმოჩნდებოდით არც ქალაქ გარეთ, არც ქუთაისში და არც თბილის გარეთ. Happy journey! ლინა რა ქვია ამ საქციელს? Welcome to my house. ხო თქვი 2 საათი გაქვს თავისუფალი. აქ მოთავსებული ნომრის გამო მე ვიტირე, სად არის მანახი? ანუ ხო კარგად არის? უარეს არელოდი? თხილა. რო ავიღო გატყდება. კი და ამას ძალიან კარგად დავაწევებ რა. ანუ ესე წებოს ჩავასხავ და ეგ იქნება. ესეც გამტყნარია გოგო. ანუ კარგად ჩავასხავ. მე მაგის მეორეჯერ გამკეთებელი არა ვარ. ვიცი, ამიტომ ეს იქნება საოცარი. აუ ეს თაღი ყველაზე მეტად მომწონს ამ სახლში და გთხოვ ესე დატოვე რა. აი, რეკლამამდე მოვანგრიოთო. მე კიდევ ამობრო მათ სარკე გავუკეთებ გვერდზე დიდი და თაღი იყოს. უეჭველი, თაღი ყველაზე ლამაზია. ვაიმე რა ხდება? ჩემ გამონწერებს არ აქვთ ლინას ახალი სიცილი მოსმენილი. ეგრე არა.
დღეს არის 29 ივნისი და სახლი ახლა გამოიყურება ასე. რომ დამთავრდება მე ეს კადრი კიდევ თავიდან გადავიღოთ. თქვენი აზრით რა დაგეშ დაამთავრე? აგვისტოში ახალ სახლობა იქნება. რაციონალურად შევახსენებთ და ჩემი აზრით მთლიანად მზად იქნება დეკემბერში. დეკემბერში ორი ახალ სახლობა გვექნება. მიდი გაიქეცი. ოჩაღლინა. რატო დიღარ ესე ბებრულად? მეშინია. ჩემი ოთახის აპდეიტი. ჩვენ უკვე პანჯარა გვაქვს. მაგარი არის ეს არა შენი ოთახი? მაგარი. სადამდე არის ჩემი ოთახი? სულ ბოლომდე. და ვირბე. ესე როგორც შალახოსი. ვაა! აი გარს გვინახავს. მინდი მთავარია შენ. უი! ოპა! მაგარი ხარ. სო, შენც მონათრული ხარ. ლინა, იცი რა ხარ? დეველოპერული კომპანიის დირექტორი. კვადრატული 400. კვადრატული მეტრი $400-დან. იქნება პროექტორი, აქ იქნება music for sushi restaurant. Sushi. სანამ ლინასთან მოხდება ეს ყველაფერი 4 ივლის საშასთან შევჭამთ სუშის. საშასთან ვაპირებთ 4-ში მოსხდომას და ჩემი ტოლმა სუშის გაკეთებას. რომელიც ძალიან გვიყვარს ყველას. ძალიან გვიყვარს სუში. ეს სახში როდის წავა? წამო, ახლა ჩემთან წავიდეთ. ეს ხიდია? ზიპლაინი გავაკეთე. მე 700 მილიონ სათულიან კორპუსს დავდგა, რათა ვაშლივი დედამიწას ხუნწი ქონდეს. სანდო ლინასთანაც ითანამშრომლებს. აი ეს არის სანდოს პროდუქცია. ეს ტუალეტია? რა, ტუალეტი ხო გაჩვენე. ეს იქნება საკუთრაო სასწრაფოები, ჩიფსები, კონსერვები. არა, აუ, ეს არის გალესილი? აუ, ესე გავლესავთ ჩვენც, რა კაია. ეს არის ის აპარატი, რითაც ვლესავთ. სარკე. აუ, ზევით საიდან ავდივართ? მე სხვენების ექსპერტი ვარ. აუ, აქ იქნება, ანუ როგორც კერი ბრედშოუს, ხოცი. ეგრე იქნება. ეს არის ჩემი სტუდიის ოთახი. აქ ჭერი ზუსტად ისე იქნება. ნახე რა მაგარია, შუაში არ აქვს ის ჯოხი. როგორ იქნება? უნდა გადაატრიალო იქ. გავიცი. ჯოხი. შუაში არ არის, ამიტომ ამოდი, წამე და ჩადი. ხა იცით სად ვარ ჩატალოზე ვარ წამოსულები გადაღებიდან გამოვედი უცებ სახლები და უკანა ეზოს გაჩვენებ სადაც კოტე გაფენსარე. აი მაგრა გაფენს ნახე გადი. ეხა უყურე სახე შეეცვლება ეგრევე შეხედე? ლამის სახლში შემოიჭრას თუთა. ლამის თავზე გადამისვას ხელი. გამიღიმებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ. ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი. რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა. ვალიაბულოძე. რა ჩურჩული დამდაგველი ძენ. ლამის სახლში შემოიჭრას. მოიკითხე ბებია ჩემი ხა უყურებს ამ ბლოგს. წელზე შემოხვიოს ხელი. მოვიკითხავ ფოქსოს ბებიას. ყველაფერი და ელექტროობა ძალიან აკურატულადაა გაყვანილი. სურაშვილი ყავს ხო? რა ქვია მამამის? იმედას ბიჭი? კაი ბიჭია. სანამ წავალთ მოკლედ პატარა სატვიგზელოს ვიტყვენა. ფოქსო, გენაცვალე. აი, ყველაფერი ისე იყოს, აი ეს სახლი ისე აშენდეს, აი ზუსტად ისე შენ როგორც გინდა რა. და აი ჩვენ როგორც გვინდა რა. ჩვენ როგორც გვინდა და აი მაგალითად ისიც რო დარტყმო რა, რა ქვია, ხიდი და აი ბედნიერებმა რომ შევაბიჯოთ. ახალ წელსაც რომ მოვიდეთ. ახალ წელსაც რომ მოვიდეთ და ხაჭაპურები ვჭამოთ და მაგარი იყოს რა. შამპანურით ამოვალთ კიბე. შამპანურით აი ესე ამოვალთ და აი ესე ვიზავთ რა. აბა ჰე, გენაცვალე და გაგვივარჯოს. მაგარია რა. დალიე ახლა ვიცი არ სვავ, მაგრამ დალიე. ლინა ბორბლების გარეშე დატესტა მის კუზი. კოშკუზი გარი. აუ დიდი. მაშინ 39-ს. იეი!
შეფასებას აკეთებენ ახლა ყველა გუნდის, რამდენად სწორად შეასრულეს დავალება. ძალიან ბევრი კრიტერიუმით აფასებენ, მაგალითად, ყველა სართულზე აინთება თუ არა ნატურა, წონებს გაუძლებს თუ არა, ხანძრის შემთხვევაში გაჩერდება თუ არა და ასე ძალიან ბევრი კრიტერიუმი. საშა რა გატირებს საშა? აი ეს გუნდი მახსოვს წინა ოლიმპიადიდან და ის მასწავლებელია იმათი და ძალიან საყვარელია უღებს და ყველგან დასწავს და ძალიან საყვარელი. ნახე შეხედო. ახლა ნახეთ ბობი როგორ დამხვდა. ეს თათებს რო აბაყუნებ. მოიდი. სველ წერტილებში და აბაზანებში ვიყენებთ ცეპერს, ესეც რა თქმა უნდა არის სანდოსი, არის ნესტგამძლე და ზოგადად სასურველია, რომ სველ წერტილებში გამოიყენოთ ეს და არა ჩვეულებრივი სალესი მასალა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა კედლების გალესვამით არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ძალიან წმინდა ფრაქცია აქვს და ამის შემდეგ ერთი პირი ფითხი ყოფნის ამას ამ ყველაფრის დასრულებას, რა დაფინიშებას, ესე ვთქვათ. მაგიტომ შეგიძლიათ ყველაფერი ამითი გალესოთ. ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ გიპერი გამოვიყენეთ სხვა კედლებზე და აბაზანებში ხოლო აბაზანებისთვის უკვე ვიყენებთ ცეპერს. Coca-Cola დალიე, კებრიელია. ყველა ერთი წამი ვერ ვაფლიპებ, ორი წამი. ვერ ვაფლიპებ. წავიდა. Coca-Cola დალიე, კებრიელია. ყველა დალიე, საოცარია. ოხრა კარგია. მეგობრებთანაც ბევრი დამილებია. მე მიყვარს საჭმლის ცეკვა. ეს არის. ეხა ყველანი ვიცეკვებთ. მოიცა? კაი საჭმელი როა. შეიძლება უბრალოდ ერთხელ ვიზავ შენთან და. აკი პაშინსოიო. საშა, ეხა ჩვენ ერთად ვიცეკვებთ. მიდი. 1 2 რაც გინდათ ის დაუცხადეთ ტოლმა, შოლმა, რაც გინდათ, მაგრამ გემრიელია რა. ეხლა. მაიუში უსმენთ. No. Gravity for my body, for my brain. No. Gravity for my body, for my brain. როგორც ხედავთ, ეს არის ერთადერთი საქმე, რომელიც ზუსტად დედლაინში ჩაჯდა და მართლა ორ კვირაში დაასრულეს, როგორც კოტე ვარაუდობდა. რომ მოვედი და კარგად დღის შუქზე რომ ვნახე, მეც და ხელოსნებიც მაგას ვამბობდით, რომ ამის მერე იწყება უკვე სამღებრო სამუშაოები და ვინც უნდა მოვიდეს ხელოსანი, თითქმის აღარ აქვს საქმე. ველოდებით რომ მოვა იტყვის რომ აქ მე რა გავაკეთო. ლესვით სამუშაოები, როგორც ვიდეოს დასაწყისში აღნიშნე, შეასრულა Whitewall-მა. 100% რეკომენდაციას უწევ მათ. ბაზარზე ვფიქრობ იშვიათია ესეთი ადამიანები, რომლებიც 100%-ით ასრულებენ თავიანთ საქმეს და კმაყოფილი რჩები. ჩვენი მწარე გამოცდილებით იშვიათად ხდება ეს და ძალიან მიხარია, რომ ერთი ისეთი საქმე შესრულდა, რაზეც თავიდან ბოლომდე 100%-ით მივანდეთ საქმე და თავიანთი საქმე ესე კარგად შეასრულეს. შემდეგ ეტაპზე რაზე გადავდივართ ახლა შემდეგ ეპიზოდში რა სიხილავენ? შემდეგ ეპიზოდში იხილავენ უკვე იატაკზე რა გაყვანილობაც გაყვავს, სანამ მოჭემული იატაკს გავაკეთებთ. ეს არის სანტექნიკა და გათხოვა. და ასევე ნახავენ სხვენის ნაწილს. და კიდე მეორე დათვუნება, შიგნიდან რაც წავაკეთებთ. იმედი მაქვს ყველა დანარჩენი ეპიზოდიც ასეთი წარმატებული იქნება ყოველგვარი წუწუნის, ჯუჯღუნის და მარცხის გარეშე. წარმატებები გვისურვებთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და მიყვარხართ.
კარგად.